მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ძალიან შეაჩუეს ენა ქართულ საზოგადოებას პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე. ყველას მოვუწოდებ რომ ფრთხილად მოიკიდონ საკუთარ რიტორიკას სახელმწიფო და კანონი იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მისივე თქმით არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა. ეს არის არჩევნები და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში. აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ რომ უფრო ფრთხილად მოიკიდონ საკუთარ რიტორიკას. არ შეიძლება ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, როდესაც ნაცებისგან ისმე 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა. ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ, განაცხადა პრემიერმა. უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. ამის შესახებ ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყარეობის საკითხია ბანერის დასვრის დიამეტრზე საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და მე ამას არ ვაპირებ. შესაბამისად უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ არ შეწუხდეთ და არ მეხვიდეთ. კერონ ჭრან წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატ შოთა თუთფერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა ბოლომდე. წერს ელენე ხოშტარია. კახა კალაძეს მორალური უფლება აღარ აქვს მესამე ვადით სთხოვოს თბილისელებს მხარდაჭერა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში არის კორუფცია და კორუფცია არის სენი, რომელიც ნათელ და ბედნიერ მომავალს უკარგავს ჩვენ შვილებს და ჩვენს ქვეყანას მიაქანებს ბნელ წარსულში. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. შარაშიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა პატიოსანი სუფთა წარსული მქონე პატრიოტი ადამიანები. სწორედ ასეთი ადამიანები გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს ჩვენ, რომლებიც არიან შეთანხმებული კანდიდატები და რომელთა შორის მიუხედავად ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული კონკურენციისა, პირადი კონკურენცია გამორიცხულია, განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის, ეშინია ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ რეჟიმს განაჩენს აუცილებლად გამოუტანს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის ციხიდან კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციაზე. ბოტკოველის თქმით, ხაბეიშვილი კომუნიკაციას ციხიდან მაინც გააგრძელებს. ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს ამკაცრებს. აღნიშნულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნება საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი დადგება. საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია, განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენებულია რუსებისთვის სანქციების ასარიდებლად. სქემა მარტივი იყო. რუსეთიდან შემოსული შავი ფული ყალბი დოკუმენტებით თეთრდებოდა. ყიდულობდნენ ევროსა და დოლარს და ფიქტიური ქართული კომპანიებით ევროპულ ბანკებში რიცხავდნენ, რათა რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია ისევ საქართველოს გავლით დაბრუნებულიყო მის ბაზარზე. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ უპრეცედენტო ოდენობის 624 მილიონი ამერიკული დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მისივე თქმით, ამ თაღლითური სქემით არც ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულა და არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა.
მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები იმაზე მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს. აქვთ ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ როგორმე სახელმწიფო გადატრიალება, სისხლის ღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება მოაწყონ. ასე უპასუხა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ექსოგენის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ძალიან მძიმე ფაქტია, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და დაველოდოთ. ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. განაცხადა კახა კალაძემ. კოალიციამ ლელო ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კოალიციის ლიდერებმა პრეზენტაციისას თბილისის განვითარების 9 მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს. ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა, თბილისი, მწვანე ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება, უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა, თბილისი ავარიული სახლების გარეშე, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა, ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები, ახალი სოციალური პოლიტიკა, თბილისი, სუფთა ქალაქი. თბილისი გახდება ქალაქი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს იცხოვრონ ღირსეულად და ამაყად. აღნიშნულია ინფორმაციაში. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარემ საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, გამოკითხვა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯერიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით იყო. ლელა ცისკარიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მისია არის საქართველოში უფლებადამცველების მხარდაჭერა, გაძლიერება ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელება და სწორედ ამ უფლებადამცველების და აქტივისტების საქართველოს მოქალაქეების, რომლებსაც გულის შესტკივად ამ ქვეყნისთვის ამ ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის მათი ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა. არ ხდებოდა არანაირი ძალადობრივი ქმედების წახალისება. ძალადობა ჩვენ ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ასე დაზარალებული პროკურატურის მიერ ცნობილი და არც ერთი დამნაშავე არ გვინახავს. ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიისა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მთავარი თემა იყო იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობა, როგორც სამართლის უზენაესობის ქვაკუთხედი. დავით ასათიანი კონფერენციაზე მოხსენებით წარს დგა, სადაც იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პროფესიის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ადვოკატთა საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისთვის. კონფერენციის ფარგლებში აქტიურად წარიმართა ევროპის საბჭოს კონვენციის ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ განხილვა და ხაზგასმით აღინიშნა ყველა ევროპული ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობა. აღნიშნულია ინფორმაციაში. 18 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექის სეტყვა. ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ, ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეების. უკრაინაში ომის დასრულება კიევის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ჩვენს ცხოვრებაზე კონკრეტული გავლენა აქვს. გსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს ომი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. მისი უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დასრულება დაუშვებელია, განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. მისი თქმით, ნაკარნახევი მშვიდობა პუტინს წაახალისებს და ახალი მიზნის პოვნის საშუალებას მისცემს. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მერცმა რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა დაგმო. პუტინი ჩვენს საზღვრებს დიდი ხანია ცდის. რუსეთს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია სურს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. დაბრუნება კიევში. აგრესიის დაწყებიდან 1300 დღე გავიდა. უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე წერს. თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით, აცხადებს მეცოლა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.
რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 172 დრონით შეუტია ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ M ტიპის ბალისტიკური რაკეტა, S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და 172 სხვადასხვა ტიპის დრონი გაუშვეს. რუსული ძალების მიერ გაშვებული რაკეტებისა და 36 დრონის დარტყმა 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 136 რუსული დრონი გაანეიტრალეს. ქალაქი ღაზა 400,000-მდე პალესტინელმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს, რომლის ცნობითაც სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქ ღაზადან 400,000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერმა ავიჩაი ადრეემ ქალაქის დასატოვებლად დროებითი მარშრუტების გახსნის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მარშრუტი ღია მხოლოდ მომდევნო 48 საათის განმავლობაში იქნება. შეგახსენებთ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.